კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, კანდიდატები, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას სხვადასხვა პარტიული სიით გეგმავდნენ, კანდიდატურას ზეწოლის შედეგად ხსნიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ცალკეული პირების მიერ კანდიდატურის მოხსნამ შესაძლოა პრობლემა მთლიანად პარტიას შეუქმნას. მესამე სექტორის სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. იმ შემთხვევაში, როდესაც დასახელდა ზეწოლის გამოხორციელებული სავარაუდო პირები, იყო მითითება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ძირითადად. დიახ. რაც შეეხება ზოგადად ამ პრობლემას, მე ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, რომ რეგისტრაციიდან კონკრეტული კანდიდატის მოხსნით, რა თქმა უნდა, ეს კანდიდატი ვერანაირად არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას და მისი შანსი გამარჯვების ცხადია ნული იქნება, მაგრამ ამავდროულად პრობლემა ექმნება მის თანაგუნდელებს, იმიტომ რომ საარჩევნო კანონი ამბობს იმას, რომ თუ 75,000-ზე მეტი ამომრჩეველი ამ თუ იმ ოლქში არსებობს და ამ ოლქში პარტიის პარტიული სია 15 კაცზე ნაკლები იქნება, მაშინ ეს სია მთლიანად იხსნება. ყველაზე პრობლემატური ალბათ არის დმანისის ოლქი. ვფიქრობთ, რომ აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ ფაქტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ. ამ შემთხვევაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 6 კანდიდატზე განხორციელდა ზეწოლა, ასევე განხორციელდა ზეწოლა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის 5 კანდიდატზე. მუქარა ძირითადად გამოიხატება მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომ ისინი გათავისუფლებიან სხვადასხვა დაკავებული თანამდებობებიდან. არის შემთხვევები, როდესაც კანდიდატები ადასტურებენ ზეწოლას, თუმცა რა თქმა უნდა, ძირითად შემთხვევაში ისინი გაურბიან ამის დადასტურებას, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ.